სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. ამინ. ძმანო და დანო, დღეს ალბათ გავაგრძელებთ ისევ იმ საინტერესო თემას მოძღვრისა და მრევლის სიყვარულის შესახებ. ამ მარადიულ თემას, უმნიშვნელოვანეს თემას, მაგრამ რამოდენიმე საკითხი დაგროვდა ეს რაღაც თემატურად მინდა მოგითხროთ ამ საკითხების შესახებ მეტად საჭირო აუცილებელია რომ არ შევეხმიანოთ არ შეიძლება. პირველი ესე იგი პირველი რაც არის ეს არის ის რომ ნუ როგორი არეული დროა ეხა ხო ხდებით და არეულია ტვენი ძალიან ბევრს ერთმა ყველას უშველოს გამოსცეს რაღაცა ფურცელი სადაც წერია ნათლის ღების საკითხავი და ლანძღავენ მამა რაფაელს და მამა ლაზარეს ეს არ დაიწყევლოს ვინმე და არ წაიკითხოს როგორც ლოცვა ეს იმიტომ რომ ისეთი დიდი წმინდა მამის მამა რაფაელის გალანძღვა ეს არის თუ ამას ნათლის ღების საკითხავია ვინც ამას მიიღებს და ასე ლოცვა წაიკითხავს ის უბრალოდ დიდ სოდვაში ჩავარდება და არაფრით არ წაიკითხოთ თქვენ შეგიძლიათ უბრალოდ გადაათვალიეროთ თუ შეგხვდებათ შეიძლება დაარიგონ კიდევაც ესეთ ბოროტი სულები არიან რომლებიც ამას აკეთებენ ეს უბრალოდ ცნობისთვის მეტად რამე გაიგებოდეთ მამა რაფერი წვალებელია და ნუ კაი ეს მოვჩით ეს თემა მეორე არის ასევე ესეთ საშინელი რამ სამწუხაროდ სასულიერო პირი ამბობს ამას რომ და ეთქვა პოლიტიკაში ჩაერია და ესეთი რამე მოუვიდა რომ ვითომ ის ახალგაზრდობა რომ გულამქებული ვითომ რომლებიც დგანან და აპროტესტებენ და ამ მშვიდობას რაღაცნაირად პრობლემას უქმნიან მათ აღფრთოვანებაში მოდის ეს და ამბობს რომ კარგიაო მიდითო აბა თქვენიცითო და სულ არ არის საჭირო ეკლესიაში სიარულო ღვთისმშობელიც კი არ დადიოდა ეკლესიაში და ისო რაც წერია რომ ღვთისმშობელი აღიზარდა ეკლესიაშიო ესო არისო აპოკრიფიდან აღებულიო ესე იგი არაკანონური წიგნი და ტყუილია ნუ ამას რომ სასულიერო პირი იტყვი წმინდა გადმოცემის მიხედვით როგორც ვიცი ღვთისმშობელი მიიყვანეს 3 წლის და დატოვეს და ეკლესიაში არამც თუ დადიოდა არამედ აღიზარდა ეკლესიაში იქი იყო ესე იგი დაწინდვამდე და უბრალოდ აპოკრიფი უმატებს იმას რომ ანგელოზები ხილულად ემსახურებოდნენ ღვთისმშობელს და არა იმას წმინდა განმოცემა ამბობს ყველაფერს რომ ეკლესიაში გაიზარდა ეთქობა ამან ისარგებლა და აი ესეთი რამ თქვა რომ აპოკრიფიდან რადგან აღებულია რომ ანგელოზები ხილულად ემსახურებოდნენ ღვთისმშობელს თუმცა ეკლესიამ ესეც მიიღო აპოკრიფიდან რომ ხილულად ემსახურებოდნენ ანგელოზები ღვთისმშობელს რა გასაკვირია ხა ჩვენი მფარველი ანგელოზები გვფარველობენ ჩვენ და ღვთისმშობელს ანგელოზები ხილულად ეცხადებოდეს ეს რა არის აქ არაკანონი მოკლედ აი სამწუხაროდ ეს სასულიერო პირი ესეთ რამეს ამბობს და იცოდეთ სისულელი კიდევ ერთი რამ ეს ცოტა ისეთია მაგრამ მოდი ვიტყვი თქვენ გახსოვთ მე წინა თუ იმის წინა ქადაგებაში ვთქვი რომ 14 წლისა მოკლედ ამ ბოთლების ჩაბარების ფულს ვაკეთებდი საკმაოდ ბევრს მივდიოდი და სამშობლო წიგნების მაღაზია და იქ ვკიდულობდი წიგნებს 14, 15, 16 წლის ჩაქვი მე უკვე მუშაობაც დავიწყე ხო და აი 40 წელი არ ყოფილვარ ამ წიგნების მაღაზიაში სამშობლოში ხა იმ ბიბლიაში დავდივარ მაგრამ აი იმ სამშობლოში ხმობის დროს რო დავდიოდი იქ აღარ ყოფილა და აი 40 წლის თავზე შემთხვევით ესე მოხდა შევედი მაღაზიაში აი იქ სამშობლოში მეთქი შევივი რა უცებ გაფრინდა 40 წელი და არ ხედავ კაცო იმ ქალს ვინც თავიდან იყო იქ ვინც ყიდდა წიგნებს იმ ქალს არ ხედავ კაცო და მე უთხარი რომ ქალბატონო მე უთხარი
იცანით მეთქი აი ესე 14-15 წელს რო ვიყავით, დავდიოდი 40 წელი გავიდა და თქვენ ისევ აქ ხართ. კიო, ეხლა 80 წლის ვარო და მე 50 წელი აგვზივარო და წიგნებს ვყიდი. რასასწაულია თავისებურად, არა? და მე ვუთხარი, რომ იცით რა, მინდა ძველიანით შუშანიკის წამება, კაი გამოცემა, საბანი ისა, აბოთბილელი და გრიგოლ ხანძთელი. გამომიტანა წიგნი, სადაც ახალი გამოცემული, სადაც სამივე ჰაგიოგრაფია ძველიანითაც არის და ახალი ენით. ჩემს სიხალულს საზღვარი არ მქონდა, იმიტომ რომ ესე იგი მარტო ხანდახან ვფიქრობ, კაცო, ნუ თუ არავის არ აინტერესებს და აი თურმე როგორ არ აინტერესებს გამოცემულა სამივე ერთად. ძალიან გამიხარდა. კიდევ ავიღე ჰაგიოგრაფია 14-15 წლის რო იყო, ძალიან მაინტერესებდა. ძალიან მიყვარდა შექსპირი, სონეტები იყო, თან ესეთი კაი გამოცემა და კარგი თარგმნილი თაბუკაშვილის და არაჩვეულებრივ ისეც ავიღე და ესეც რაღაც სიმბოლური იყო, რომ მაშინაც ზუსტად შექსპირს ვყიდულობდი ხოლმე და ჰაგიოგრაფია ნუ მაშინ არ იყო გამოცემული ესე და აი ეს მინდოდა მე თქვა საოცრება იყო, რომ ის ქალი იქ დამხვდა შემოწიფას. ხო, კიდევ ვიყიდე სოკრატე, ასევე მიყვარდა ფილოსოფია და პატარა ბროშურა სოკრატეს. აი რაც იყო ხმობის დრო 14-15 წლის დროს, აი იმ შინაარსის წიგნები ვიყიდე. რაღაცაერთ ესე დამთხევი რა. კარგი შემოწიფასო, ეხლა ავაგრძელოთ ის, რაც ყველაზე თავარი. ხო, თქვენ იცით მარხვის დამთავრების შემდეგ ჩვენ ცოლქმრობის ახალგაზრდებს მოუწოდებთ, რომ შექმნან ოჯახები და ყოველთვის ქალისა და კაცის შესახებ, ცოლისა და ქმრის შესახებ ჩვენ ესე იგი ვეხმიანებით ამ თემას და ამას ცოტა ბოლოში შევეხმიანები. ეხლა მინდა ეს თემა ისევ გავშალო და კიდევ ერთი საკითხი კიდე კაი რამ გამოჩნდა. თქვენ იცით ტრამპი გამოვიდა და ძალიან უცნაური რამ თქვა. ჩვენთვის უცნაური, მაგრამ სხვათა შორის აქამდე უკვე ფიქრობ, რომ ალბათ ეს ბოლო ჟამი ცოტა გადაიწევს მეთქი რა. მაგრამ ისეთი რამ განაცხადა ტრამპა, რომ ეხლა ვფიქრობ, რომ ძალიან ახლოს არის ბოლო ჟამი. მან განაცხადა ესეთი რამ, არ ნახული თანხასდებენ 500 მილიარდი დოლარი. გესმით, მე გამიგია 5 მილიარდი ჩავდიათ, 50 მილიარდი აგერ უკრაინის ამბავზე ჩადეს, იქ კიდე მაქსიმუმ 100 მილიარდიც გამიგია რაღაცას ჩადეს. 500 მილიარდი დოლარი და რა უნდა? უნდათ რომ შექმნან ახალი უნდათ რომ შექმნან რობოტები. მე ეს რობოტები ჩემოძვირფასებო. ამ რობოტებმა უნდა ვაქცინა გააკეთო ხელოვნური ინტელექტის მიხედვით და ეს ამ ვაქცინით უნდა ესე ყველა უნდა აცრა მთელი მსოფლიო. ეხლა ვითომ კეთილი საქმე და ჯანმრთელობისთვის, მაგრამ მე დიდი ეჭვი მაქვს, მე ვფიქრობ, რომ ეს არის ახალი ის ვაქცინა, რომლითაც მოსპობენ მე მგონი კაცობრიობას რა. აი ახლა ნახეთ მეცხრე თავი აპოკალიფსში რა წერია. ჯურღმულიდან გამოვლენ კალიები დედამიწაზე და მიეცემათ მათ ძალა. მიაქციეთ ყურადღება, რომ მიეცემათ, ანუ უკვე რობოტია, უკვე ჩანს. და ეთქვათ მათ, ანუ რას ჩადებენ ამ რობოტს, რას დაგეგმავენ, რომ არ დაეზიანონ დედამიწაზე არც ბალახი, არც წვანილი, არავით არ იხია, არამედ მხოლოდ ადამიანი. მერე ნახე, შესახედაობით კალიები წააგანან საომრად გამზადებულ ცხენებს, ანუ რობოტს საერთოდ მანქანა. თქვენ იცით, რამე რო იქნება, იმას ცხენის ძალით იმაშვებია, ხო, მანქანები არის 10 ცხენის ძალის, 100 ცხენის ძალით. შესახედაობით კალიები წააგავენ საომრად გამზადებულ ცხენებს და მათი სახეები, როგორც ადამიანთა სახეები. რობოტებს გაამზადებენ ადამიანთა სახეებით, იცით მე. აქ იყო ჩამოსული ერთი რობოტი კალი. ქონდათ
ეხლა როგორი ტანი აქვს რობოტებს, ნახეთ, აქ რა წერია. ძალიან გავს, ეხლა მე კი არ ვამბობ ეს მაგა, აი როგორ სახეო ადამიანის ექნებაო. ხოლო ტანი ექნება ჯავშანი როგორც რკინისა. გამიგე? აი ესეთი ამბები ხდება ჩემო ძვირფასებო, ესეთი. ჩვენ უბრალოდ ტრამპის გამარჯვება იმიტომ გაგვიხარდა, რომ არა იმიტომ რომ რაღაც პიროვნება ტრამპი, იმიტომ რომ ეს ტრამპის გამარჯვება კი არ იყო, ეს იყო ამერიკელმა ხალხმა უარი თქვა LGBT იდეებს. როგორც ჩვენ საქართველოში, აი ეს არის სასიხარო. გამიგე? იმიტომ რომ მართალია ამერიკა შეერთებული შტატები მართლმადიდებლები ცოტა, მაგრამ იქ არის კათოლიკური სამყარო და იქ არის პროტესტანტული სამყარო, ასე თუ ისე ქრისტიანული აზროვნების. გამიგეთ? ამიტომ ძალიან სასიხარულოა, რომ ის იდეები ჩვენც რო ვეწინააღმდეგებით ამ LGBT იდეებს ამერიკელებსაც იგივე აღმოაჩნდათ. გამიგე? ამიტომ ჩვენ რო დაგწინოდნენ, რომ აი თქვენ გაუნათლებლებო, ან თქვენ არაპროგრესილებო, აი და არა ამერიკული სტილის და არა ევროპულებო, აი ამერიკელები თურმე ხალხი როგორი ყოფილა ისეთი, როგორიც ამ საკითხში, როგორიც ჩვენ ქართველობა არის ჩემო კარგებო. გამიგეთ? ეს იყო სასიხარულო. ხოლო ეს რაც მე ახლა მოვყევი, ძალიან გავს ამ იმას, რომ ეს რობოტები შეიძლება ის რობოტები არ არიან, უფრო დაიხვეწება ეხლა რომ გამოუშვებენ რობოტებს, მაგრამ სასწაული ამბავი ხდება ჩემო ძვირფასებო. 8 მილიარდი რობოტის გამოცემას აპირებენ, გაკეთებას აპირებენ 5 წლის განმავლობაში. 8 მილიარდი ადამიანი, 8 მილიარდი რობოტი რაღაც ფაზაში შევდივართ. გამიგე? ესე იგი ისეთ ფაზაში შევდივართ, რომ ამას ისეთ დაპირისპირებები მოყვება, რომ არ არის გამორიცხული მსოფლიო ომი. მე რა თქმა უნდა არავის ვაშინებდა ომი, ვისაც არ უნდა ქართველი კაცის ბუნება იცით თქვენ, ეს ჩვენ არ გვინდა. შეიძლება სხვას უნდა, მაგრამ ქართველ კაცს არასოდეს არ უნდა ომი. ჩვენ გვინდა, მაგრამ რაღაც ისეთ საოცარ ფაზაში შედის კაცობრიობის ისტორია, ჩემო ძვირფასებო. ისეთში რომ გამანადგურებელი იქნება. ჩვენ შეიძლება იფიქროს, ხო ჩვენ საქართველოს გვაინტერესებს, რომელიც ის ყავისფერი ჩვენ საქართველოს გვაინტერესებს და ისეთი ამბები ხდება, რომ ამას ვერ გაუძლებს უბრალოდ. საქართველოს ამას ვერ გაუძლებს. მაგრამ იმედია, რომ ძალიან უხეშად რო თქვა და ძალიან პრაგმატულად თუ არაპრაგმატულად, რა ვიცი, ჩვენ მაინც გადავრჩებით, იმიტომ რომ ბოლო-ბოლო მეორედ მოსვლა გვიშვებს. და ამით გადავრჩებით. ეს ხატი კიდევ გაგახსენებთ, ეს არის მინარქარი მე-12 საუკუნის, აქ არის თქვენ იცით რომ გრიგოლ ხაცტელი, როდესაც აშოტ კურაპალატს აკურთხებს, ეუბნება, რომ ქვეყნის აღსასრულამდე იქნება საქართველოს, ესე არ ეუბნება ზუსტად, მაგრამ ამას ნიშნავს, რომ მეფენი, ანუ ბაგრატიონი, მეფენიო დავითის წინასწარ მეტყველის შთამომავლები უკუნისამდე ამ ქვეყანაში იქნებიან და იმეფებენ. გამიგეთ? და მართლაც ასია, ეხა მეფე არ ყავს, მაგრამ მეფეა იგივე პატრიარქი, რომელიც ბაგრატიონია დედით. შიო, რომელიც ბაგრატიონია დედით. ხო დავით ხედავთ, ხო რომ ეს ასია. და აქ არის თქვენ ხედავთ საოცარი რამ, წინასწარ მეტყველება ხატი. რომ აქ არის შავი ზღვა, აქ არის კასპიის ზღვა და აკვირდით ამ ხატს. და შუაში არის საქართველო. და ლაზარე მკვდრეთით აღდგომილი, რომ აღადგინა ღმერთმა ლაზარე. თქვენ იცით, რომ ეს აზრი იყო გატარებული ძველად, ეს ხატში გამოიხატა, რომ საქართველოს მოკლავენ და აქ უცვაცებენ, მაგრამ ისევ აღდგება ღვთით. გამიგე? ღვთით იქნება აი ეს იდეა ძალიან საინტერესო ხატია, მე იქ დავდებ, შეგიძლია თქვენ გადავუღოთ, იქით დადეთ, აი გალობლებთან არის. ეს ერთი წმინდოდა მეთქვა და კიდევ ერთი ჩემო ძვირფასები. თქვენ იცით, იოანე ოქროპირი ამბობს, პირველად მოსვლა, პირველი გამოცხადება ღვთისა იყო სინას მთაზე, ხო, გახსოვთ თქვენ. გახსოვთ ეს გამოსვლათა წიგნებში არის, როდესაც მესამე დღესა, ესე იგი, როდესაც თუმცა 4-ჯერ ღმერთი ლანძღეს, თუმცა 4-ჯერ
ამ დიდი ამბების შემდეგ და მეწამული ზღვის გადმოსვლის შემდეგ ებრაელებმა ისრაელმა გალანძღა მოსე ხან იძახდა წყალი არ გვაქვს ხან იძახდა შაჭმელი არ გვაქვს მაგრამ მიუხედავად ამისა ღმერთი არ გაბრაზდა მათზე მერე გაბრაზდა როდესაც უკვე კიდევ დაიწყეს გმობა მაგრამ ღმერთი მაინც სიყვარულით მოეპყრო ისრაელს და მოსეს უთხრა რომ 3 დღე მოემზადეთ განიწმინდეთ ცოლს არ მიეკაროთ და მესამე დღეს მე ჩამოვალ სინას მთაზე და მოგცემ ჯურს გახსოვთ თქვენს ოქროპირი ამბობს რომ ეს იყო დიდი მშვიდობიანი და კეთილი ჩამოსვლა ანუ მშვიდობით მოვიდა უფალი გამოეცხადა ისრაელს გამიგეთ და სიკეთით სიყვარულით გამოეცხადა მიუხედავად ამისა ნახეთ რა წერია გამოსვლათა წიგნში მესამე დღეს გამთენისას იყო გვინვა და ელვა ანუ დიდი ხმა კუხილის და ელვა შავი ღრუბელი ჩამოწვა სინას მთაზე და გაისმა საყვირის მეტად ძლიერი ხმა შეძურწუნდა ხალხი ხო ეხა ნუ რა შეძურწუნდა ანუ ჩვენი თავი რო წარმოვიდგინოთ შევწურწუნდებოდით რა თქმა უნდა გამოიყვანა მოსემ ხალხი ღვთის შესახვედრად ესე იგი მოშორებით იყვნენ და ცოტა ახლოს მიუახლო როგორი საქმე ეხა და მოდიოდა ხალხი დადგენ მთის ძირას ხოლო სინას მთლიანად ბოლავდა ამიტომ ჩავყარეთ დღეს საქმეველი ბლომად ეს სიმბოლოა ღვთის დიდების და ღვთის გამოცხადების რომ აი ბოლავდა მთლიანად რადგან უფალი ჩამოვიდა მასზე ცეცხლში ძლიერად ირყეოდა მთა ირყეოდა თანდათანობით ძლიერდებოდა საყვირის ხმა და ჩამოვიდა უფალი სინას მთაზე და თქვა ღმერთმა მე ვარ უფალი ღმერთი შენი ისრაელ და ასე შემდეგ ათიმცნები და ხედავდა მთელი ხალხი ჭექა კუხის ცეცხლის ზალს საყვირის ხმას აკვამლებულ მთას და შეწურწუნდა ხალხი და დადგა მოშორებით ნუ დაიხია უკვე ნუ შეწურწუნდა რა ხალხი დადგა მოშორებით და უთხრეს მოსეს გველაპარაკე შენ ღმერთი უგველაპარაკება თორემ დავიხოცე ეხლა მომესა ეხლა წარმოიდგინეთ ოქროპირი რას ამბობს ეს ხო იყო ესე იგი ეს ჩანიშნული იყო ეს ხო იყო ძვირფასებო ხო ეხლა რას ამბობს ოქროპირი როგორ იქნება მეორედ მოსვლა და ოქროპირი ამბობს რომ მეორედ მოსვლა ეს უნდა ვიყო ხო ოქროპირი ამბობს რომ მეორედ მოსვლა იქნება ძალიან მრისხანი გამიგეთ ეს რაც თქვი იყო სიკეთი და მშვიდობით მოსვლა მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც ირყეოდა მთა იყო ჭექა ხუხი იმიტომ ღმერთი მოდის ესე უბრალოდ ხო არ იქნებოდა და მეორედ მოსვლა იოანე ოქროპირი ამბობს რომ იქნება ძალიან მრისხანი აი ესე აღწერს იგი რომ მეორედ მოსვლის დროს მოხდება აღეგზნება ცანი დაიწვება სამყარო დადნებიან და ქვეყანა თან გარდაქმნა ხდება ოღონ ახალი ცისკენ და ახალი მიწისკენ ანუ მარადიული ბედნიერი ცხოვრების მაგრამ როგორ მოხდება დაიწვება მთელი სამყარო დადნება ვარსკვლავები ყველაფერი რასაც უყურებთ საქმენი მისი დაიწვებიან ჩამოცვივდებიან ვარსკვლავები ვითარცა ფურცელი მზედა მთვარე დაბნელდება რაჟამს გამოჩნდეს ზეღთისა გარდამომავალი ზეცით ქვეყანი ძალიან სათანი იძვრია რაჟამს იგი უსწრებდნენ გუნდნი მას უსწრებდნენ გუნდნი ანგელოსთანი ხმაის საყვირისა დასწრების ყოველსა დაინთქმეოდეს უკეთურებანი და იყვნენ გარემოს მისა სასტიკი ქართაი და ძვრაის საშინელი ქუხილნი საზარელი მეხის ტეხანი შემაძრწუნებელი რომ ეგევით არის არასოდეს ყოფილა და არცა ყოფალ და არს მუმჟამამდე რამე თუ ცანი შიში ძალი ცადანი შიში წოდიან ზარის მისგან საშინელისა რომელი იყოს მას დღესა
და ფრიად უმშვიდეს უდარეს იყო ესე იგი ეს პირველი და მეორე მოსვლა იქნება რისხვითა გარდამომავალი არცა გულის წყრომითა ზრახვით არამედ სახი არ ეს იყო პირველი და მეორე მოსვლა იქნება გულის წყრომითა ისაით გამიგე ესე იგი უფალი იქნება განრისხებული და ესე იგი და ასე შემდეგ აღწერა რაღაც საოცარი ეხლა სვამ კითხვას რისთვის იქნება განრისხებული უფალი ჩვენ ვიცით რუის უბნისის კრებიდან მე-18 თუ მე-19 ისა კანონი რუის უბნისის სადაც პირდაპირ წერია რომ აღწერა ისტორიის კაცობრიობის და არ განრისხებულაო ღმერთიო არანაირ ცოდვაზეო რა თქმა უნდა სასჯელია ყოველნაირ ცოდვაზე მაგრამ როგორც ასეთი რომ განრისხებ არცა ქალთა მრუშობაზე არცა კაცის კვლაზე არცა ქურდობაზე არცა ცილისწამებაზეო და ასე შემდეგ განრისხებულა უფალიო მხოლოდ მაშინ განრისხდა უფალიო როცა მამათმავლობა დაიწყო სოდომ გომორში მამათმავლობის ცოდვების გამო უფალი განრისხდა და გამოვიდა წყობიდან რასაც უფალი ღმერთი წყობიდან რომ გამოვიდა რა ცოდვა ხედავთ ეს გამიგე და ვინც ამ ცოდვას ეწინააღმდეგება ვინც ამ ცოდვას ესე იგი წინააღმდეგება ის არის უფლის მეგობა ჩემო ძვირფას და ხარო რომ საქართველოს ამ ცოდვას უარყოფს ჩვენ ახლა ყველა ცოდვილები ვართ აბსოლუტურად ყველანაირ ცოდვილები მაგრამ სასიხარულო ისე ჩვენ უარყოფთ ამ საშინელ ცოდვას გამიგე უარყოფთ საერთო ცოდვას და განსაკუთრებით ამ საშინელ ცოდვას აი როგორც ეთყობა ეს ძალიან კაია რომ ამერიკელი ხალხიც ეწინააღმდება და ძალიან ბევრი სხვაგან ევროპაში ამ ცოდვებს ეწინააღმდებიან იცით თქვენ უკვე რა გამოსვლებია მაგრამ როგორც ეთყობა ჩემი აზრი ასეთია რომ როგორც ხედავენ რომ უკვე დიდი ძალა ხო ახლა ნახეს ამერიკაში ამ ხელა დაპირისპირება ამ ცოდვის წინააღმდეგ და ასე შემდეგ სხვაგან და ჩვენი პატარა საქართველოს და ბევრგან არის უკვე ეს დაიწყო როგორც ეთყობა ანტიქრისტიანულ ძალებს უნდათ რომ და ასე იქნება აპოკალიფსით ესია რომ მოსხონ ეს ქრისტიანული ძალები ნათელი ძალა მოსხონ გაანადგურონ რომ შემდეგ დარჩნენ მარტო აი ეს ამ იდეით შეპყრობილი ხალხი LGBT შეპყრობილი ხალხი და როგორც ეთყობა ბოლოს იქნება მოაწყობენ ისე რომ და ვინც ამას შეწინააღმდეგება დახოცავენ უბრალოდ ეს ბოლო ჟამს უკვე ანტიქრისტეს დროს და ისეთი გარემო შეიქმნება რომ წმინდა ჭყალებში წმინდა ადამიანები და წმინდა ცხოვრება გამოჩინდება წარმოაჩენენ აი ეს ცხოვრებ ადამიანებს გამიგე და უფალი განრისხდება და დაასრულებს კაცობრიობის ისტორიას და ყოველგვარ უსამართლოს რაც კი ხდება დედამიწაზე აი ჩემი აზრით ეს არის ეს ყველაფერი ეხლა ხდება და ეხლა იწყება და მოკლედ ის თემა გამოგჩი ხა ძალიან გაგვიგზავნა და მოდი კაცსა და ქალის იდეასაც შევეხმიანოთ და ამით დავასრულოთ ჩემო ძვირფასებო თუმცა მრევლის და მოძღვრის სიყვარულსაც შევეხმიანებით მე ორ წერილს ძალიან პატარა წერილს წაგიკითხავ და ამით დავამთავრებ ეს ეხება ქალისა და კაცის სიყვარულის ღვთიმკურთხეული სიყვარულის შესახებ და საერთოდ მრევლისა და მოძღვრის სიყვარული ესე იგი საიდან ჩანს და რით გამოიხატება პეტრეს როუნება გიყვარ მე პეტრე მიყვარხარო მაშინ დაწვსვე და ესე იგი ასწავლე მრევლს ჭეშმარიტება თუ გიყვარვარო და ამით გამოაჩინე შენი სიყვარული ეხლა მე წაგიკითხავთ გუშინ წინ დავჯექი ცალკე ამოვიწერ ხოლმე წმინდა წერილიდან ადგილებს ცალკე მაქვს კონსპექტისთვის, ქადაგებებისთვის და ეს ორი რეული, რომელიც ჩემმა მეუღლემ მიყიდა,
გადავშალე და მოკლედ ვიბღავლე და ვიტირე ისე წერილები დამწერე ჩემმა მეუღლემ და შეგვიძლია გაბრძანდე გარეთ თუ ახლა არაფერი ქალბატონო ნინო მე წავიკითხავ ნინო მითხა იქნებ არ წაიკითხო მე უნდა წავიკითხო იმიტომ რომ ამ თემასაც ეხლა ესე იგი ჩემო ძვირფასო მეუღლე ნინო წერს მოიცა ჯერ ეს წავიკითხოთ და ეს ეხმიანება იმ თემას ჩემო ძვირფასო საამაყო მეუღლე კიდევ ერთი რვეული გაჩუქე მომენატრა შენთვის წერილის მოწერა არ ვიცი კიდევ რამდენი წელი ვიცოცხლე მე მადლობელი ვარ უფლის რომ რაც წლები გვაჩუქა მე და შენ ყოველი დღე ყოველი წუთი ყოველი წამი სიყვარულით იყო გაჯერებული არ ვიცი რა დამსახურება მქონდა უფლის წინაშე შენი თავი რომ მაჩუქა და მსხმოიარე ვენახივით აღმავსო შვილიშვილები ფაქტი კია რომ ეს ყველაფერი ჩემ თავს ხდება აგერ მე-18 და მე-19 შვილიშვილი შეგვეძინა მალე მე-20 და 21-ს გვეყოლება და გაგრძელდება ასე ჩვენი სიყვარული გამრავლდება და განივცობა უზომოდ მიყვარხარ და მიამაყებ მაგრამ შენზე ბოლომდე შეყვარებული მეუღლე ნინო ბზვანელი არა ის პირველად უნდა წამოიღო არა უშავს რამიშვილი აი სიყვარულის შესახებ ჩემი მეუღლე და მე ხო ვთქვით რომ სიყვარულის შესახებ ვისაუბრ და მეორე წელი დაღამდა ყველამ დაიძინა შენს ვზივარ და ვფიქრობ შენზე ჩვენ შვილიშვილებზე რამდენი წლები გამოვიარეთ ერთად რამდენი სიხარული რამდენი განსაცდელი ყოველთვის უფლის განსაკუთრებულ შეწევას გძნობდი სულ იმას ვფიქრობდი რომ გაგეხარებინე რომ გაგებედნიერებინე ღამეებს ათენდი ბავშვები პატარები რომ იყვნენ რათა შეგემსუბუქებინა და ხელი შეგეწყო ჩემთვის შენ ყოველთვის სამაგალითო მეუღლე და მამა იყავი და ახლა უკვე ბაბუა ამ რვეულებს რომ გჩუქნი მიხარია იმუშავე რამდენიც გინდა თვითეული შენი ქადაგება ახლა გამოვტოვებ იმიტომ ისე მაქებს რომ უხერხული ჩემთვის კი აუწონავი განძია შენი ქადაგებები განძი რომელსაც ვერ იყიდი ვერ გაყიდი ეს უნდა მოისმინო შეიგრძნო და ცხოვრებაში განახორციელო ეს მხოლოდ მადლით ხდება უფლის მადლით უზომოდ მიყვარხარ და მიამაყებ ასევე ჩემო ძვირფასებო იყოს ეს მაგალითი აი ცოლქმრული სიყვარულისა მე ძალიან ბევრი მაკლია იდეალური ქმარი რომ ვიყო როგორც ნინო ამბობს ძალიან ბევრი რამეს ვგრძნობ ჩემ თავში ცულს მაგრამ ნუ მაინც მაგალითი იყოს ჩემო ძვირფასებო მაგალითი იყოს ახალგაზრდებისთვის და იქნებ ის რაც ახლა წავიკითხეთ იცი თქვენ ოჯახების შექმნა არ უნდათ რაღაცნაირად ვიღაცას გულზე მოხდეს და იქნებ გადადგას ის ნაბიჯი რასაც ქვია ქრისტიანული ოჯახის შექმნა თუ არა და ლეგენდა დარჩეს მეგობრებო ლეგენდა დარჩეს პოეტის არი ასე რომ აი ესე შევეხმიანეთ ჩვენ ამ საკითხებს და მე მინდა ასევე დავამატო რომ რაც მინდოდა მომვარდა თავიდან მოკლედ რაც გამომჩა 4 შაბათს ვისნახევარზე ობიექტივში ახლა გავაგრძელებ და დავამატებ მინდა ვთქვა რომ დაუნდობელი და სასტიკი დრო მოდის მაგრამ ღმერთი ხო ყველაფერს ცუდს სიკეთისკენ წარმართავს ისი როგორი დრო მოვიდა ძალიან ბევრი ახალგაზრდებიც კი რომლებიც აი სულ ესე იყვნენ მომართული რომ პარიზში წავალ აქვიზამ იმას ვიზამ კარგი ეს мотиваცია არ დაკარგო რაც გაქვთ იდეები ისთვისაც მიდიხარ პარიზში თუ რაღაც რომ ისწავლო და ეს კაია ცუდია რამის წინააღმდეგი არა ვარ მაგრამ ახალგაზრდებმა ზოგიერთმა მითხრა რომ ყველაფერს თითქოს აზრი ეკარგება აი ესა თავი გამიგერო თავარი აზრი არის მარადიული სიცოცხლე მარადიული ცხოვრება გამიგე ეს არის თავი აი ამას უნდა მიხვდეთ და ამ დროებამ ღმერთმა ისე მოაწყო რომ ყველას დაგვანახა რომ არის ყველაფერი ამოვება ყველაფერი ცოლი შვილი ქმარი სამშობლოც კი ყველაფერი ამოვება ყველაფერი ანუ უმთავრესი არის მარადიული ცხოვრება ამი თუმცა არ მიტრიალდება გული აი სამშობლო რო თქვი ეხლა ცოტა მეხამუშა ოღონ რატომ იცი საქართველოს რა თქმა უნდა ქრისტიანული მართლმადიდებლური საქართველოს
დანარჩენი გამორიცხული. ქრისტიანული მართლმადიდებლური საქართველო ეს ისტორია მთელი ჩვენი რომელიც მოვდივარ და ჩვენი წინაპრები რისთვისაც დებდნენ თავს სამშობლო საქართველო და ქრისტიანობა განუყოფელი. ამიტომ ჩვენ უკვე გვიჭირს იმის თქმა რომ სამშობლოც კი ყველაფერი ამოება. სამშობლო არ არის ამოება აი ამის გამო. გამიგეთ? ამის გამო ეს ყველაფერი ერთად არის. ჩვენი წინაპრები, ჩვენ ერთად, მთელი ეკლესია და საქართველო ეს არის საქართველო. ამიტომ ყველაფერი ამოება სამშობლოს და უпростად ქრისტიანობის და სამშობლოს გარდა. თუმცა კიდევ ვიმეორებ, ჩვენი ქვეყანა საქართველო, ჩვენ ამის შეგვიძლია ნამდვილად თქვა ამის უფლება გვაქვს, იმიტომ რომ ჩვენმა წინაპრებმა არავინ სოფლიოში სხვა ზოგი თავსდებდა ვიღაცა წარმართმეფისთვის, კერპებისთვის, უშულოებისთვის, რაღაცა მონობაში დამონებულები იძულები თავსდებდნენ, ჩვენი წინაპრები თავსდებდნენ ჭეშმარიტებისთვის, ქრისტიანობისთვის. ამიტომ ჩვენ ძალიან აღმატებული ერი ვართ, ოღონ რა თქმა უნდა ჩვენც უნდა დავდოთ თავი ქრისტიანობისთვის. ჩვენთან არსებობს. დიდი ჯვარი გამოაბრძანეთ, ესე